აჭარის უმაღლესი საბჭო დღეს ცნობილ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს მასპინძლობდა. პიანისტი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ბათუმში 10-15 ივლისს დაგეგმილ ფესტივალს დაეთმო. კლასიკური მუსიკის ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას უმაღლეს საბჭოში ამერიკელი დირიჟორი ლოურენ გოლანი და მუსიკოსი ბრუნო მონსანჟანი ესწრებოდნენ. ავთანდილ ბერიძის განმარტებით რეგიონში მსგავსი ტიპის ფესტივალების ჩატარება მნიშვნელოვანია. ფესტივალი ბათუმში ტრადიციულად მეორე წელია ტარდება, წელს იგი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით ხორციელდება. მადლობლები ვართ და ბედნიერები, რომ დღეს აქ ვართ. ბატონი ავთანდილის მოწვევით მოვედით სტუმრებთან ერთად, რომელიც ფესტივალის სტუმრები არიან, დირიჟორი ბატონი ლოურენს გოლანი და ფრანგი მუსიკოსი და რეჟისორი ბრუნო მონსანჟანი. ჩვენ განვიხილეთ საკითხები ფესტივალთან დაკავშირებული, მისი ასე ვთქვათ მნიშვნელობა. ქალბატონო ელისო ბოლქვაძე ძალიან ბევრ საკეთებს საქართველოში მუსიკის პოპულარიზაციისათვის და საქართველოს სახელის გასატანად სოფლიოში და ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა სწორედ ეს მუსიკალური ფესტივალი, რომელიც იხსნება 10-ში ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით. დიდი სიამოვნებით მივიღეთ დღეს ჩვენთან აჭარის უმაღლეს საბჭოს სტუმრები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა უსურვო წარმატებები ფესტივალს, რომელიც იხსნება 10-ში ბათუმში ხელოვნების ცენტრში.